დონალდ ტრამპს ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა, რადგან შემდეგ მას ომის მარტო წაყვანა აღარ შეეძლება. მანამდე თავად დონალდ ტრამპმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებისთვის ან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის აღარ არსებობს არანაირი საბოლოო ვადა. თუმცა თავად დონალდ ტრამპს ერთკვირიანი ვადა მოულოდნელად აშშ-ის კონგრესმა დაუწესა. ომი, რომელსაც აშშ-ო ირანის წინააღმდეგ აწარმოებს, უკვე თითქმის 2 თვეა გრძელდება და ახლოვდება ვადა, როცა დონალდ ტრამპმა და კონგრესმენებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ შემდეგ. რადგან აშშ-ის კანონი პრეზიდენტს უგზავნოს ომის წარმოებას კონგრესის დამტკიცების გარეშე 60 დღეზე მეტხანს. 1 მაისისთვის ტრამპს ფაქტობრივად 3 ვარიანტი ექნება. მიმართოს კონგრესს სამხედრო მოქმედებების გაგრძელების ნებართვისთვის, დაიწყოს მათი შეწყვეტა, ან სცადოს ამ შეზღუდვის გვერდის ავლა. ამ შეზღუდვას გვერდი აუაროს და რაც თავარია, ირანი ყველა ამ ვარიანტს შესანიშნავად ესმის. მე მქვია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სან დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ გამოშვების ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი Pichi News-ი. ბმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. მაშასე, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აძლევს მტრულად განწყობილ ირანულ ფრაქციებს ქვეყნის შიგნით. მოკლედ რო აძლევს მათ შესაძლებლობას, გაერთიანდნენ თანმიმდევრული საპასუხო წინადადების გარშემო. წინააღმდეგ შემთხვევაში ზავი, რომელიც მან სამშაბათს გაახანგრძლივა, დასრულდება. თეთრი სახლის ხაროებმა აღნიშნეს, რომ დონალდ ტრამპი მზად არის ზავი კიდევ 35 დრით გაახანგძლიოს, რათა ირანელებს საშუალება მისცეს თეირანში მოლაპარაკებები ჩაატარონ და თავიანთი საქმეები მოაწესრიგონ. გეტყვით, რომ ახლა ირანის პოლიტიკურ და სამხედრო ფრაქციებში მართლაც დიდი განხეთქილება. ამის შესახებ ცალკე გამოშვებაში ვსაუბრობდი. თუმცა თავად დონალდ ტრამპმა მოგვიანებით მოულოდნელად განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი დროითი წნეხი, არც ირანთან ზავის გაგრძელებაზე და არც მშვიდობის მოლაპარაკების ჩერების ჩატარებაზე. კითხვაზე, როდის შეიძლება დასრულდეს ომი, ტრამპმა უპასუხა, რომ დროითი ჩარჩოები არ არსებობს და ეხლა უკვე აღარ არის საჭირო აჩქარება. და მიუხედავად იმისა, რომ ადრე ამბობდა ომი 4-დან 6 კვირამდე გაგრძელდებაო, ეხლა უკვე მე-7 კვირა, რაც ომი გრძელდება. შემდეგ ტრამპის ციტატა. ხალხი ამბობს, რომ მე მინდა საქმე რაც შეიძლება მალე დავასრულო, შუალედური არჩევნების გამო. მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ჩვენ გვინდა ამერიკელი ხალხისთვის მომგებიანი შეთანხმება მივიღოთ. მაგრამ აქ მოულოდნელად გამოჩნდა უსიამოვნო სიმართლე. ეხლა ვადა თავად ტრამპს დაუდგა. ომი, რომელსაც შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ აწარმოებს, უკვე თითქმის 2 თვეა გრძელდება და ახლოვდება დრო, როცა დონალდ ტრამპმა და კონგრესმენებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ამერიკული კანონი აშშ-ის პრეზიდენტს უკრძალავს კონგრესის დამტკიცების გარეშე ომის წარმოებას 60 დღეზე მეტხას. და აი 1 მაისისთვის ტრამპს ფაქტობრივად 3 ვარიანტი ექნება. მოითხოვოს კონგრესისგან ნებართვა სამხედრო მოქმედებების გაგრძელებაზე. მეორე, დაიწყოს ამ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა, ან სცადოს ამ საკანონმდებლო შეზღუდვის გვერდის ავლა. მოდით ახლა ქრონოლოგიას მივყვეთ. ირანის დაბომბები. დაიწყო 28 თებერვალს და დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ მოქმედებს როგორც მთავარსარდლის თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამერიკული ბაზების დაცვის მიზნით ახლო აღმოსავლეთში და შეერთებული შტატების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესების წინ წასაწევად, მათ შორის ჩვენი რეგიონული მოკავშირეების კოლექტიური თავდაცვა, მათ შორის ისრაელის. ეს იყო ომის დაწყების მოტივაციის გამართლება. ოფიციალურად დონალდ ტრამპმა კონგრესი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ მხოლოდ 2 მარტს შეატყობინა. და აი ამ დრიდან, 2 მარტიდან, ოფიციალურად იწყება 60 დღიანი ვადა, რომელიც სწორედ 1 მაისს იწურება. სწორედ ამ 60 დღის განმავლობაში დონალდ ტრამპს რეალურად შეუძლია ომი აწარმოოს კონგრესის ნებართვის გარეშე. ეროვნული უსაფრთხოების, სამხედრო ბაზების დაცვის, მოკავშირეების მხარდაჭერის და სხვა მსგავსი მიზეზებით. მაგრამ ამის შემდეგ ან უნდა დაასრულოს ომი, ან კონგრესის ნებართვა მიიღოს. დემოკრატებმა კონგრესში უკვე 5 ჯერ სცადეს რეზოლუციების მიღება, რათა შეეჩერებინათ სამხედრო მოქმედებები და ტრამპი დაევალებინათ კანონმდებლებთან კონსულტაციისთვის. რესპუბლიკელებმა ყველაფერი დაბლოკეს, მაგრამ ზოგიერთი რესპუბლიკელი უკვე მიანიშნებს, რომ კანონი დადგენილ ლიმიტს მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი ამბობენ, კარგი, ჩვენ უკვე 5 დემოკრატების რეზოლუცია დავბლოკეთ, მაგრამ შემდეგ ამის გაკეთება რთული იქნება. იმიტომ რომ 60 დღე გადის და რაღაც უნდა გაკეთდეს.
სენატორი რესპუბლიკელი ჯონ კერტინი. აპრილის დასაწყისში დაწერა, რომ, ციტატა, არ დაუჭერს მხარს სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას 60 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ კონგრესის დამტკიცების გარეშე. ლიზა მურკოვსკი ერთ-ერთმა პირველმა გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან გამჭვირვალობის ნაკლებობა ომის მიზნების, ხარჯებისა და ვადების შესახებ. ეხლა სენატორთა ჯგუფთან ერთად ის ამზადებს რეზოლუციას, რომელიც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას ნებას რქავს. მაგრამ მისი თქმით, ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი ავტორიტეტის აღდგენა. კონგრესისა და ტრამპის ადმინისტრაციისგან სამხედრო ოპერაციის მკაფიო პარამეტრების დაცვას მოითხოვს. ანუ ისიც კი ამბობს, რომ თუ ომი კონგრესის მიერ გაგრძელდება, შემდეგ ის სრულად იმავე კონგრესის ტოტალური კონტროლის ქვეშ წარიმართება. სენატში რესპუბლიკელებს ახლა მცირე უპირატესობა აქვთ 100-დან 53 ხმა. და თუ რესპუბლიკური პარტიიდან, რომელიც აქამდე ტრამპს სულ მხარდაჭერას უცხადებდა, რამდენიმე ადამიანი მკაც პოზიციას დაიკავებს, თეთრსახს კომპრომისის ძიება მოუწევს. მაგრამ ტრამპს შეიძლება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დაეკარგოს, თუ კონფლიქტი მაისშიც გაგრძელდება. ამაზე გააფრთხილა ბრაიან მასტმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში საგარეო საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობს. მაშინვე მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში დიდი წვალებით დაბლოკეს დემოკრატების რეზოლუცია, მასტმა განაცხადა, რომ ციტატა ხმის მიცემის შედეგი შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს 60 დღის შემდეგ. იგულისხმება ეს საბოლოო ვადა 1 მაისი. კანონის საშუალებას იძლევა სამხედრო მოქმედებების გაგრძელება კიდევ 30 დღით, თუ პრეზიდენტი წევილობით დაადასტურებს, რომ დამატებითი დრო აუცილებელია ამერიკელი ჯარისკაცების უსაფრთხო გამოყვანისთვის. მაგრამ ასეთი გაგრძელება არ იძლევა უფლებამოსილებას თავდასხმითი კამპანიის გაგრძელებაზე. ეს ნიშნავს, რომ 30 დღის შემდეგ რეგიონში აღარ უნდა დარჩეს ყველა ის ჯარი, რომელიც დამატებით იქნა გადაყვანილი. მაგრამ ამჟამად ტრამპი პირიქით აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი ავიამზიდი იგზავნება ამ რეგიონში. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს სამართლებრივი ხვრელებიც. აშშ-ის პრეზიდენტებს ორივე პარტიიდან ადრე გამოსდიოდათ სამხედრო ოპერაციების გაგრძელება კონგრესის დამტკიცების გარეშე და 60 დღიანი ვადის გასვლის შემდეგაც. მაგალითად, ბარაკ ობამამ 2011 წელს განმარტა, რომ კანონი არ ვრცელდებოდა იმ დროს ლიბიაში მიმდინარე ოპერაციაზე, რომლის მიზანიც იყო მუამარ კადაფის ჯარების მიერ ხალხის გამოსვლების სასტიკი ჩახშობის შეჩერება. რაც გულისხმობს ხანგრძლივ საბრძოლო მოქმედებებს ან აქტიურ ცეცხლის გაცვლას მტრის ძალებთან, ასევე ამერიკული სახმელეთო ჯარების მონაწილეობას. მაშინ ეს ორივე პარტიის მხრიდან კაცერ კრიტიკას გამოიწვია. მაგრამ ახლა ზოგიერთი კანონმდებელი ვარაუდობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეიძლება ირანის შემთხვევაში ანალოგიურ არგუმენტებს გამოიყენოს. თითქოს და ომის აქტიური ფაზა არ არის, სახმელეთო ჯარები არ მონაწილეობენ. ჯარები უბრალოდ რეგიონში იმყოფებიან და ზოგჯერ ირანის მიმართულებით რაკეტებს უშვებენ ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად. აი სულ ეს არის. ტრამპმა გაახანგრძლივა სამშაბათს ამოწურული ორკვირიანი ზავი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღით ადრე ამას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევდა. მან ზავის დასრულების ვადა არ დაასახელა ამასთან. 20-ზე მეტი ამერიკული საბრძოლო გემი კვლავ განაგრძობს ომანის ყურისა და არაბეთის ზღვის პირობით საზღვარზე ირანთან დაკავშირებული გემების ბლოკირებას. აშშ-მა ასევე რეგიონში მესამე სამხედრო საზღვაო ძალების დამთმელი ჯგუფი გაგზავნა. ავიამზიდ USS ჯორჯ ბუშის ხელმძღვანელობით ეს ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში 35 დღის განმავლობაში ჩავა. სწორედ იმ დროს, როცა 60 დღიანი ვადა იწურება. მაგრამ ნახოთ, რას გააკეთებს ადმინისტრაცია შემდეგ. აქ წერტილს დასვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწყაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიგის დაჭერა. თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას, შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ ნებისმიერი დონატით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმულებითა და რეკვიზიტებით, ან ეკრანზე მოცემული QR კოდით. მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.